აიათოლა 1989 წლის ივნისში კვდება. ხომეინის სიკვდილი სისტემაზე სასიკვდილო განაჩენი უნდა ყოფილიყო. ისლამური რესპუბლიკა უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის მქონე პირს უნდა ემართა. თუმცა ხომეინის ოფიციალური მემკვიდრე აიათოლა მონტაზერი მან სიკვდილა რამდენიმე თვით ადრე მოხსნა, რადგან მან გაბედა და ათასობით პატიმრის სიკვდილით დასჯა გააპროტესტა. ხომეინი ისე მოკვდა, რომ სისტემა ლიდერის გარეშე დარჩა. აიათოლების საბჭო ჩიხში შევიდა. მას სჭირდებოდათ ვინმე, ვინც რეჟიმს შეინარჩუნებდა, მაგრამ ერთადერთი კანდიდატი ალი ხამეინი არ ფლობდა საჭირო რელიგიურ სტატუსს. შედეგად კი ლიდერობის კონსტიტუციური უფლება არ ჰქონდა. როდესაც საბჭოზე მისი კანდიდატურა წამოაყენეს, ხამეინი ტრიბუნალზე ავიდა და განაცხადა, რომ ის ამისთვის მზად არ იყო და მისი არჩევა რელიგიური კატასტროფა იქნებოდა. ამავდროულად მან და მისმა მომხრეებმა დაბლოკეს იდეა, რომ ქვეყანა სამკაციან საბჭოს ემართა. ხამეინს მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა აწყობდა. აქ ჩნდება აკბარ ჰამეში რაფსანჯანი, მეტსახელად ზუიგენი. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო და განაცხადა, რომ სიკვდილამდე ხომეინიმ პირადად უთხრა, რომ ხამეინი ლიდერობისთვის შესაფერისი იყო, ყოველგვარი წერილობითი დასტურის გარეშე. ეს იყო დიდი პოლიტიკური გადატრიალება. ხამეინის დროებითი მმართველის პოზიცია მისცეს, ვიდრე კონსტიტუციიდან რელიგიურ მოთხოვნილებას ამოიღებდნენ. შემდეგ კი უმაღლესი მმართველის ტახტი ჩააბარეს. ავტორიტეტის გასამყარებლად სახელმწიფო პროპაგანდამ ის ერთ ღამეში გამოაცხადა აიათოლად. ყოველგვარი რელიგიური იერარქიის გავლის გარეშე, ვინც ამის წინააღმდეგ აზრი გამოთქვა და ისაჯა. რაფსანჯანის ეგონა, რომ ხამეინი მისი მარიონეტი იქნებოდა, თუმცა მან შექმნა მონსტრი, რომელიც მასვე გაანადგურებდა.